ცოტა ხნის წინ მე ვთქვი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებდი, ვიდეო ბლოგს არ ჩავწერდი იმ მიზეზის გამო, მგონი გავამხილე მაშინ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სინდისის პატიმრები თავარია, რომ სინდისის პატიმრები გაანთავისუფლოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ისინი იყვნენ საპატიმროს მიღმა და ჩვეულებრივად ჩვენთან ერთად ჩვენს ბრძოლაში მონაწილეობდნენ უკვე იმ სტატუსით, რასაც ქვია თავისუფალი ციხის გარეთ მყოფი ადამიანის სტატუსი. მაგრამ ამ პირობას ვარღვევ, ეს პირობა უნდა შემოვარღვიო გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მზაკვარი ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება, საზიზღარი ხელისუფლება აპირებს, რომ გაანთავისუფლოს ნაწილი, განიხილავს უფრო ზუსტი რომ ვიყო, გაანთავისუფლოს სინდისის პატიმრების ნაწილი, დაახლოებით 60 სინდისის პატიმარი ხავს მას, პოლიტიკოს პატიმრებს არ გულისხმობ, ის ცალკე სეგმენტია, ასე ვიტყვით, ქვეყნის ნებართვით. სინდისის პატიმრებიდან აპირებს, რომ გაანთავისუფლოს დაახლოებით 20 ამ 60 სინდისის პატიმარიდან და 40-45 შესაძლოა დატოვოს საპატიმროში. ამით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მზაკვარი ბოროტი და ბოროტმოქმედია, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის ცდილობს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას. ის ცდილობს არა მხოლოდ ფართოდ საზოგადოებაში, არამედ აი სინდისის პატიმრებშიც კი განხეთქილების შეტანას და საზოგადოების ერთ ნაწილს, მათ შორის საკუთარივე ტროლებს ამოქმედებს და საზოგადოების ერთ ნაწილს ათქმევინებს, ბუნებრივად ათქმევინებს, ასე ვიტყვი, რომ აი 15-მა განთავისუფლებულმა საქმე ჩააწყო, ხელისუფლებას გაურიგდა, ხელისუფლებასთან კოოპერაციაში შევიდა, ალიანსში შევიდა, 45 თუ 40 დარჩა საპატიმროში, ხოლო 15 რამდენადაც უფრო ცნობილია, ან უფრო მეტკავშირიანია. ეს 15 ადამიანი კი გაანთავისუფლა ყაველაშვილმა ბანდიტმა, მაღალი ალბათობით ამგვარ ფორმაში არჩევენ, ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტით. ამ ყველაფერს სათავე დავუდო ამ დისკუსიასაც და ამ ხელისუფლების ამ შესაძლო გადაწყვეტილებასაც სათავე დავუდო გია უცნობი გაჩეჩილაძემ, რომელმაც საკუთარ გადაცემას ქვია უცნობის კიდობანი თუ არ ვწდები კი არა არ ვწდები, თქვა შემდეგი და მე მოგასმენინებთ თავიდან ბოლომდე არა, ორ ნაწილად მოგასმენინებთ. პირველი ნაწილია და შევჩერდები მასზე დეტალურად. პირველი ნაწილია ნაწილი ანდრო ჭიჭინაძეზე და მეორე ნაწილი ბზია ამაღლობელზე. მერე წაგიკითხავთ ანდრო ჭიჭინაძის ძალიან სწორ და ძალიან მართებულ პოზიციან საჯარო პოსტს, რომელიც ამ თემას ეხება და მერე კიდე განვაგრძოთ მსჯელობა. თავდაპირველად უსფინოთ გია უცნობი გაჩეჩილაძეს, რომელსაც სხვათა შორის სხვა პროპაგანდისტები დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ რა უფლება გაქვსო, როგორ იღებს საკუთარ თავზე ამ ყველაფერსო, წადი იმღერეო, არავით არის ანდრო ჭიჭინაძე არ უნდა განთავისუფლდეს, ანდრო ჭიჭინაძეც კი არ უნდა განთავისუფლდეს, დაეტიე, ეს სიტყვა არ უხმარიათ, მაგრამ დაეტიე შენს ადგილას, შენი ადგილი სცენაზეა, თუ არ ვიცი ტელე სტუდიაშიო. უსმინოთ გაჩეჩილაძეს. ხატარა ფრაგმენტი რა ძალიან ზნობირო რაღაცა არასწორი საქციელი იყო რა, პოლიციელებზე ძალადობა იქნებოდა თუ ეს თუ ამ ქალაქის გადაწვა. პოლიციელებზე ძალადობა და ქალაქის გადაწვა არ მომხდარა. ანდრო ჭიჭინაძეს, რომელსაც ახსენებს, ეს არ ჩაუდენია და არა მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძეს, არამედ რა ბრალიც ედებათ სინდისის პატიმრებს, ამას ვერ გაუგია უბრალოდ, კი არა არ გაუგია, შეგნებულად არ ესმის, არავის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც პატიმრობაში ყავს დე-ფაქტო ხელისუფლებას, არ ჩაუდენია. მაგრამ როგორც პროპაგანდისტი, მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ საზოგადოების ნაწილს, თბილისელებს თუ არა თბილისელებს ჩაუბეჭდოს. ამ ცნობილმა და ვაღიაროთ, რომ ცნობილი კაცია, ჩაუბეჭდოს, რომ ეს ადამიანები, ვინც პატიმრობაში არიან, ხელისუფლების მიერ დატყვევებულნი არიან, დაპატიმრებულნი არიან სამართლიანად. ანუ ქმნის ამ ადამიანებისაგან, ვინც საპატიმროში არის, შეგნებულად ქმნის უარყოფით სახის მტერს ქართული სახელმწიფოს ოღონდ
ვერ უმტკიცდებათ ვერც პოლიციელებზე მაყურებელს ვეუბნები და ყველა ამგვარ პროპაგანდისტურ მესიჯს როგორც ჩანს უნდა გამოვიხმაუროთ ვერ უმტკიცდებათ ძვირფასო მაყურებელო ვერ უმტკიცდებათ იმიტომ რომ არც ჩაუდენიათ ცრუ მოწმეებით გამოტენა სასამართლოები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცალკეულ შემთხვევებში ცრუ მოწმეების ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ პროცესიდან პროცესზე და ამბობდნენ რომ აი იმან შავა იმან გადაწვა ქალაქი გადამწვარი არ არის პოლიციელებზე ძალადობა არ მომხდარა მით უმეტეს არ მომხდარა ამ ახალგაზრდების მიერ თუ მხრიდან რაღაცნაირად გვაგზნობინა ხო მაგრამ ну ამასაც არ შევიან მაგრამ ეხა ანდრო რა არის ისა დათო რა არის ცირო დარჩო ვიფიქრე რა გუშინ და ძალიან მინდა აღარ გავაგზავნებ და მე უკვე გადავახვევ და გამზია ამაღლებელზე პასაჟს მოგასმენებთ მას უფიქრია გია გაჩეჩილაძეს რომ ანდრო ჭიჭინაძე სახსენებს მხოლოდ და მხოლოდ იფთო ხელისუფლებას მიმართავს ხელისუფლება წოდებულ ჯგუფს მიმართავს რომ იცით რა არის მე ვარ პასუხისმგებელიო გამოუშვით ეს ადამიანები მე გამოარჩევს პრემიერ-მინისტრად წოდებულ კობახიძეს და საპატრიარქოს რატომღაც პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილზე არ ლაპარაკობს თუ ვინმეს პრეროგატივაა ეგრა მაგის პასუხია სწორედაც რომ ყაველაშვილის პრეროგატივაა მაგრამ ეს როგორც ჩანს ვერ დაიმახსოვრა გია უცნობი გაჩეჩილაძემ როცა მას სთხოვეს მაღალი ალბათობით რომ ამ თემაზე ელაპარაკეო პრემიერ-მინისტრზე საუბრობს საერთოდ პრემიერ-მინისტრად წოდებულ კობახიძეს ბოლო ხანებში ბევრჯერ ახსენებს როგორც ჩანს რაღაცა ფინანსურ კომბინაციური ხლართების გაბმაც უნდა და მისგან წყალობა უნდა როგორც ჩანს გია გაჩეჩილაძეს მაგრამ ეს ვერსიის დონეზე და არა უმეტეს და მიმართავს კობახიძესა და საპატრიარქოს რომ იქნება მე მაჩუქოთ ამ სიტყვას არ ხმარობს მაგრამ მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რომ ეს ადამიანები სისხლის სამართლის დანაშაულს არ ჩაიდენონო და თუ ჩაიდენონო კარგად არ მესმის აი რას ეძახიან ადამიანები რას უწოდებენ პასუხისმგებლობას მე ვარ პასუხისმგებელი როცა ამას წარმოვთქვა თქვათ მათეული გაგებითაც ანდრო ჭიჭინაძემ როგორც ჩანს ვისგან თავისუფლებასაც აპირებს დე-ფაქტო ხელისუფალი თქვათ ჩაიდინა იგივე ანუ ამათეული გაგებით იზალა და პოლიციელზე გადაწვა თბილისი ანდრო ჭიჭინაძემ თქვათ გია უცნობი გაჩილაძე პასუხისმგებელი არის რა საპატიმროში მიდის ამ შემთხვევაში თუ მისი თხოვნის საფუძველზე განთავისუფლდება კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძე თუ სხვა კვლავ ვიმეორებ ეს ხელისუფლება თან ყველას განთავისუფლებას კი არ აპირებს თუ აპირებს ისიც არამედ აპირებს ამ 60-65 სინდისის პატიმართა სინდისის პატიმრიდან დაახლოებით 45-50-ის დატოვებას საპატიმროში და 15-ის განთავისუფლებას რომ მე ააგოროს კამპანია ანდრო ჭიჭინაძის და არა მხოლოდ მის წინააღმდეგ რომ შენ ჩააწყე ხოლო აი ის უპატრონო გასრავად სიტყვისთვის ხო პროვინციიდან რეგიონიდან პატიმარი რომელსაც არ ხავდა ნაცნობი თუ უცნობი ნაცნობი თბილისელი ელიტის წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძე მას არ უთხოვია იმ არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს წალენჯი ხელ ახალგაზრდაზე ან თბილისელზე მაგრამ უცნობზე შედარებით ან პიროვნებაზე რომელიც მის ოჯახიც არ არის ცნობილი ან ვაკური მეთქი ასე ვიყიდე პატივისცემა ცხადია უდასტურებ ჭიჭინაძეების გუნსაძეების აგრეთვე ხოშტარიებისა და გუნსაძეების ოჯახს იცით თქვენ რომ ანდრო და ელენე არიან დეიდაშვილები მათი დედები არიან დები და აი ამ ერთი დიდი ოჯახიდან არის ორი სინდისი ორი პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ყავს აი რას ეძახიან ესენი რას უწოდებენ ესენი პასუხისმგებლობას აქვე რომ ვიკითხო როგორც ჩანს ანდრო ჭიჭინაძემდეც მივიდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ბოდის ვიხდი ჩაუწევ რომ მე მაგაზიარებული და საკუთარი გვერდიდან კი არა სოციმედიის გვერდიდან წაგიკითხავთ ამ ინფორმაციას როგორც ჩანს ანდრო ჭიჭინაძემდეც მივიდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ესე სეგრეგაციულად უნდა გაანთავისუფლოს ხელისუფლება წოდებულმა ბოროტმოქმედმა ჯგუფმა ნაწილი სინდისის პატიმრებისა და ანდრომ დაწერა სტატუსი ეს არის ამგვარი სტატუსი ანდრო ჭიჭინაძის საჯარო განცხადება უფრო ზუსტი რომ ვიყო ფლატ სტატუსი არა საჯარო განცხადება როგორც ჩანს რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი ამბობს ანდრო ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მე ჯერ ამ საკითხს არ დავუბრუნდები ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს რომელიც ამ საკითხს უკავშირდება ამბავიც ის არის რომ საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტს აქვს ყოველგვარი თხოვნის გარეშე
აბა თუ იმ პატიმრის შეწყალების უფლება თუ სწორედ სიტყვა შესაძლებლობა მოდი ასე ვთქვათ, სწორედ იგივე გააკეთა ეს ქმედება გააკეთა ამ ნაბიჯს მიმართა ყაველაშვილმა ბანდიტმა ხაზარაძესთან მიმართებაში და ჩვენ გვათქმევინა ის რაც გვათქმევინა ხაზარაძეზე სამართლიანი თუ უფრო სამართლიანი თუ უსამართლო შეფასებები, ასე მაგალითად მე ვთქვი მამუკასთან და ბადრისთან მიმართებაში, რომ რაღაცა თქვენ გიშვებთ ყაველაშვილი თუ ხელისუფლება წოდებული ბანდა, მოდი თქვენ გამოხვალთ თუ არა, კი არ უნდა ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით კი არა ამ შეწყალებით, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული წყალებში რასაკვირველია უნდა ჩაიდინოთ მაგალითად მივარდეთ პოლიციელს ხელი მიარტყათ ამის გამო უნდა აგიყვანონ და კვლავ უნდა დარჩეთ საპატიმროში როგორც მაგალითად ამის გივით არგამაძე ნიკამელია თუ ნიკა გვარამია თუ ელენე ხოშტალია ხსენებული არიან მაგრამ ეს არ გააკეთეს ბადრი მამუკამ და არ ზრახავ ეხა მაინც და მაინც მაგრამ ამბავიც ის არის რომ ამის გამო ამ ეგრეთ წოდებული განთავისუფლების გამო მოხდა გაყოფა, დამატებითი გაყოფა ხაზარაძის პოლიტიკურ ჯგუფსა და დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს პოლიტიკოსებს შორის საზოგადოებამ გვარიანად გაკიცხა მამუკა ხაზარაძე და სწორედ ის კამპანია აგორდა ხელისუფლების მეოხებით პირველ ყოვლისა რომ ტროლების გამოყენებით რომ მამუკა მიჩალიჩა, მამუკამ ჩააწყო, მამუკა ცუდი კაცია და ასე შემდეგ. იმიტომ კი არა მამუკა კარგი კაცია, რასაკვირველია, ყველა ვინც ხელისუფლება წოდებულ ბანდას ებრძვის, ყველა კარგია. მაგრამ აი ეს სპეციალურად გააკეთა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ. ახლაც იგივეს აკეთებს მეთქი, ასე გეტყვით, აპირებს, განიხილავს უფრო ზუსტი რომ იყო, განიხილავს რომ პატიმრებს შორის კვლავ ვიმეორებ მესამედ იყოს ეს განხეთქილება ერთმა მეორეზე იჭორავოს არასწორი სიტყვა თქვას. მე დარწმუნებული ვარ რომ პატიმრები არ გატყდებიან, პატიმრები სათანადოდ სწორად შეაფასებენ ამ ამბავს, მაგრამ საზოგადოებაში რომ გაჩნდება და აუცილებლად გაჩნდება, ბუნებრივადაც გაჩნდება ყოველგვარი ტროლ ბოტების დახმარების გარეშე ეს დამოკიდებულება რომ იტყვის საზოგადოების ერთი ნაწილი დაუფიქრებელი რომ ანდრო ჭიჭინაძეს ოჯახმა ცნობილმა ჭიჭინაძეებისა და გუნცაძეების ოჯახმა ჩააწყო ეს ყველაფერი ეს ხომ ფაქტია ამიტომაც ამბობს ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარიო არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს მაგრამ ამბავიც ის არის რომ დოკუმენტს მოვაწერს თუ არა ხელს მას მაინც გამოუშვებენ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და სხვებს კი დატოვებენ პირობითი გვარს სახელით ზვიად ცეცხლაძეს. არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი. ანუ შესთავაზა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ ეგრეთ წოდებული условно-досрочное освобождение. ანუ უდო წინასწარ კი არა პირობითი წინასწარი განთავისუფლება ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი რაც შეიძლება იყოს არის ის რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება როგორცაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო ამბობს ანდრო ჭიჭინაძე და როგორცაც მიიღებდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ოღონდ ყველასთან მიმართებაში არავინ არ არის დამნაშავე ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ესენი მწყვეებადაც არასწორი სიტყვა პატიმრებად მით უფრო ძევლებად ხავს რომ მერე გამოივაჭროს მერე თქვას რომ რაღაცა ხვეწებით ეს ძალიან საინტერესო სიტყვაა სხვათა შორის ზმნა არის რაღაცა მევედრებით ოკეი მე ვარ ხელგაშლილი ოკეი მე ვარ ასეთი კეთილშობილი მე ვარ ასეთი სულგრძელი და აგე განთავისუფლებთ და ოღონდ ამის გამო თქვენ უნდა დამითმოთ ან ხელისუფლების წინააღმდეგ ვინც არის იმ საზოგადოებამ უნდა დათმოს რაღაცები და როგორც ჩანს ხელისუფლება წოდებული ბანდა ბოროტმოქმედებისა ვერ ხვდება რომ განთავისუფლებენ თუ არ განთავისუფლებენ მაპატიეთ ამის წინსწრებით თქვა რომ იწევს არავინ მისთვის ხელისუფლების წოდებული ბანდისთვის ბოროტმოქმედებისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს რომ ვიცოდეთ მაინც პაპუაშვილები უნდა იყოთ აქ უცნობი ახსენებს ამგვარ ბოდიშიც კი არ მოუხდიათო მონანიება ზე არ წასულან არ თავი არ დაუხრიათო ანუ უნდა რომ ყველა იყოს რომ ისეთი როგორიც არის თავდახრილი ანუ ქართველს აღარ გავდეს ქართველის იდენტობა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ქართველზე ვლაპარაკობ ცხადია თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველზე ვლაპარაკობ იდენტობა იყოს მოსპობილი ღირსება აწართმეული ადამიანები უნდა ხავდეს ეს უნდოდა ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი აკი გითხარით ამას ამბობს ანდრო არის
ობიექტური და მიუგერძოებელი გადაწყვეტილება, როგორცაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო. ის ხალხი კი და აი აქ ძალიან საინტერესო პასაჟია და მე გადავდივარ სწორედ მზია ამაღლობელის ნაწილზე უცნობი რასაც ლაპარაკობს მზია ამაღლობელზე და საზიზღრობას ლაპარაკობს. ის ხალხი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავშნე შეიწუხებთ. მე არ ვიცი თავდებობას აპირებს თუ არა გია უცნობი გაჩეჩილაძე ანდრო კონკრეტულად ჭიჭინაძის მიმართ ან ეკა ჭიჭინაძე რო არის ის თიკო ერაძე რო გაუშვოს ისხლი დეპუტატად წოდებული ბანდიტი ნიკო შაშენგელაიას მეუღლე ის აპირებს თუ არა თავდებობას, მაგრამ ნუ დაშვრებით, ნუ დაიხარჯებით, ნუ ჩაუდგებით კონკრეტულად ანდროს და ნურს ნურავის თავ და ან თუ ჩაუდგებით ანდროს კონკრეტულად მეგორი ანდრო ამას არ არის თანახმად, მაგრამ მაინც მაშინ ყველა უნდა განთავისუფლდეს. პირველიდან მე-60-მდე, 45, 47, 46, 48, მე-14, ყველა აი პირველი პატიმარი ანდროდან დაწყებული, ასე უნდა ვთქვა, გებოდი შეცხადია, თუმცა ანდრო არაფრით გამორჩეული პატიმარი არ არის და მართებულად ვიქნები გაგებული უკლებლი ყველას მიერ ანდროდან დაწყებული ნებისმიერი პირი დამთავრებული, რომელიც არის რომელიმე რეგიონიდან და რომელიც შედარებით უცნობია ვიდრე ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც შესაძლოა უფრო ხმადაბალიც არის, კი ბატონო, მაგრამ ისეთივე პატიმარია სინდისისა, როგორც ანდრო ჭიჭინაძე. ეხლა რაც შეეხება მზია ამაღლობელზე პასაჟს და ამით ამოვწუროთ. ამავე გადაცემაში გია უცნობი გაჩეჩილაძე ამბობს შემდეგს. მარტო ისედაც ეს ჩემი ნაფიქრია, მხოლოდ არ მიგო. გადავახვიოთ. ოდიში. სიტუაციას რაშიც ვართ. მე არ ვიძახი იმაზე არაფერს და შეეხება მზია ამაღლობელი ცალკე თემა. თუმცა ცალკე თემა რატო არის მზია ამაღლობელი? მაგრამ ამას რომ ამბობს, ამაზე უფრო მეტ მზაკვრობასა და არასწორობას ამბობს უკვე შემდგომ, მაგრამ ცალკე ჩვენ შილაშეს ცალკე თემა რატო არის მზია ამაღლობელი? პროვინციიდან არის, ელიტის წარმომადგენელი არ არის, ბათუმიდან არის, როგორ მივა გაჩეჩილაძეებთან. ან თბილისელ გაჩეჩილაძეებთან, ან თბილისელ ტაბლიაშვილებთან, ან თბილისელ ჭიჭინაძეებთან ამას ამბობს. ბევრად ჯობია ყველას ასე ვიტყვი, მაგრამ ცნობურ ქართულ თბილისურ ვაკურ საზოგადოებას ეს ვერ გაუგია, ის ვერ იტანს პროვინციიდან მოქალაქეებს. ყველას გარდა ბიზინა ივანიშვილისა, რომელიცაც ასევე ვერ აიტანდა, რასაკვირველია, ამ უკანასკნელთან ბიზინა ივანიშვილის ფული რომ არ ქონოდა. და ბიზინა ივანიშვილს პირდაპირ თუ ირიბათ რომ არ გამოეკავება, ეს თბილისური ელიტები მოესხიდა და მოესხიდა. ამიტომ ეს ჭორვილელი კაცი მათთვის გახდა ქველმოქმედების განსახიერება, მეტი ვიდრე ცარაჯიშვილი, თანასწორი როგორც ილია ჭავჭავაძესთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას ეტენებიან. პირდაპირ თუ ირიბათ, შეიძლება უცნობს ფული არ აუღია, თუმცა შეიძლება კი არა, მაღალი ალბათობით აუღია კიდეც ირიბათ, რასაკვირველია. რაღაცა ისეთი კომბინაციაში მოხვდა უცნობი, რომელთაც ისარგებლა წყალობითა. გეტყვით, რომელი წყალობითა? გითხრათ? მაგალითად რკინიგზიდან. დაგიდეს ჩინმენტლები ესე თქვა სახაროვის პრემიები ეს უხარიათ ალბათ რა და მინდა უთხრა ქალბატონ მზიას რომ არაფერი არ არის და არაფერი არ არის საერთოდ ლევანს უყურდა ხოლმე რა აქ ახსენებს ლევანს ვის ძმას გაჩეჩილაძეს რაც გარდაცვლილს და ეხლა მე ძალიან ცუდი კაცი უნდა ვიყო რომ ლევანს რაც უყვარდა იმის თქმა არასწორად უყვარდა აც გარდაცვლილ ლევან გაჩეჩილაძეს მეთქი მე ეხლა აც გარდაცვლილ კაცზე ძვირს და მძიმეს ხო არ ვიტყვი ამიტომ არ გადავიტან აქცენტს ლევან გაჩეჩილაძეზე რამდენად რაც უყვარდა ლევანს ისი თქმაც უყვარდა რამდენად იყო სწორი ან არასწორი მაგრამ თვითონ თითქოს პროვოცირებს რომ მე რაღაც
კრიტიკული, არა მწარე, არამედ კრიტიკული სიტყვა თქვა აცგარდაცვლილ ლევანზე და მე უკვე უნდა მოგედავონ და გითხრათ, რომ იცი რა არის გარდაცვლილებზე როგორ ლაპარაკობ ამას. ამიტომ მე ლევან გაჩეჩილაძეზე მის აცგარდაცვლილ ძმაზე ხმას არ ამოვიღებ. თუმცა რასაც ეს ამბობს უცნობი, ცოცხალი, უცნობი, ამაზე გამამახვილებ ცხადია ყურადღებას. მედლებს რო კიდევ ხოლმე რაღაცა ვიღაცებს რო აჯილდოებენ და რაღაც ესე გადმოხედავდა ხოლმე და ჩინმენდლები და სუი მას მახსენებდა რა ვიდა გაუშვე პატარა სიუჟეტი რა ხანუმა და სიუჟეტი არ ქვია ისე ამას მაგრამ კარგი ვიდა განახოთ ეს რა იმის გამახსენდა და ლეონიც გამახსენდა რა თქმა და ვიდა განახოთ ეს პატარა ფრაგმენტი რა ძალიან თუ შეიძლება გაუშვით რა დაუშვით აი მე და ფერაი აი მე და ფერაი ორსაჭალის ბავშვი ჩვენი ეს ჩაუწევ თქვენი ნებართი ჩაუწევ კი არ გაჩვენებ ვიდეოს მოკლედ რამაც ხვიყვაძის გავხსნი რამაც ხვიყვაძის პერსონაჟი ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟს სპექტაკლიდან ხანუმა საუბრება იმას, რასაც ესაუბრება და ეუბნება დაახლოებით კი არა ზუსტად შემდეგს. ბახი აი თქვენი ერთაჭალის ბახშიო. ანჯლითა ჩინმენდლებითა, ორდენებითა, ჯინჯილებითა, ჟეტონებითა, მენდლებითა, მოკლედ აი თემი ამ პრიალ აი ჟესტეულობით აი ორთაჭალის ბახში ერთი გემრიელად რა აი. აი მაბაპაპურად რო ისე აი დაჩოჭერა და რო გუშეჟე ანუ სიამაღლობელს ეს სახაროვის პრემია დაჰკიდესო ეს ალეგორია სიამაღლობელს ეს ჩინმედლები დაჰკიდესო მაგრამ მაგრადაც ჟეჟესო და ეს თურმე ახსენდება გია უცნობი გაჩეჩილაძეს და ნაჟეჟი ხარო ნაბეგვი ხარო ნაცემი ხარო შეურაცხყოფილი ხარო და ეს რაც თავარია მოსწონს და მოსწონს მის არ ვაქვია ამ მსახიობს ვისაც ელაპარაკებ მის რესპონდენტსაც არ ვიცი რა ქვია მსახიობს გამეცოდვა კი არ არის ეს იმ მსახიობს რომელიც წესით კოლეგა ანდრო ჭიჭინაძეს უნდა ლაპარაკობდეს ორ სიტყვას და არა მხოლოდ კოლეგა ანდრო ჭიჭინაძეს და ეს მოსწონს გია გაჩეჩილაძეს ამგვარ საქართველოს გვთავაზობენ ესენი და კიდევ როგორ საქართველოს იცით პარემ გავაერთიანებ იმიტომ რომ ამავე გადაცემაშია თუ არ ვწდები ნახოთ გადახვევით ვარ შესაძლოა სხვაშია ნახულობ კურსი აი არის ბოდიში ძალიან მაგარი ის არის ზაზა არის რომელიც ავტობუსით ტურს უკეთებს ხოლმე მას განსაკუთრებით აჭარაში და მინდა განახოთ რა როგორ ერთობიან ესეც რა როგორ ერთობიან რუსები ანუ ეს ძალიან მოსწონს გია გაჩეჩილაძე 10 წამით მანამდე თუ არ შეწყვდებით რუსი სახებული პენალი არ უნდა ჩაითვალოს არა რატო თამაშგარიში იდგა მეკარეო რატო არ უნდა ჩაითვალოს ეს იმ რუსებზე ლაპარაკობენ რუსეთზე რომელიც ჩვენი ამომგდებია საუკუნეებია ამომგდებია 1801 წლის ოკუპაციიდან დაწყებული 1811 წელს საქართველოს ავტოკეფალია რომ გააუქმა კედლები ეკლესიის კედლები რომ გადაღება ფრესკები რომ გაანადგურა იმ რუსეთზე ლაპარაკობს რომელიც სწორედ წინა რუსეთების მემკვიდრეა და ცდილობს რომ აი ეს ბრეინვოშინგით რამდენი წუთია უკვე ეთერში ვართ ხო ბრეინვოშინგი განახორციელოს საზოგადოების ერთ ნაწილზე თქვას რომ გიყვარდეთ ეს ოკუპანტები საბოლოო ჯამში მაგრამ მერე უარესას ჩადის უბრალოდ ამ თემასაც ვაერთიანებ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც უცნობის სისაძაგლეებს შეეხო ჩემი დღევანდელი ვიდეობლოგი სისაძაგლეებს ვერბალურ სისაძაგლეებს არ ვიცი რა მე ხა რა ისი არის რაღაცა პოლიტიკური ამბავი ხო არის რაღაც პოლიტიკური რუსეთი და არის ჩვეულებრივი რუსეთი რა ასე იგი ისი თქმა მინდა რა ერთი ავსტრიელი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ალფრედ ადლერი იყო ესეთი უნიკალური ვის
ვერ მივაგენი რა. იქნება ასე რუსი თუ ჩავიციკლებ ძალიან მაგარი ის არის ზაზა არის რომელიც ავტობუსით ტურს უკეთებს ხოლმე ამას განსაკუთრებით აჭარაში და მინდა განახოთ რა როგორ ერთობიან ესეც რა ანუ ესენი რომ ერთობიან კაი პონტია შენ გეკითხები მაყურებელო ესენი რომ აქ ერთობიან ფეხსალაგად რო იქცა ჩვენი ქვეყანა ამათთვის რომლებიც ოკუპანტებს უჭერენ მხარს და თავადაც ოკუპანტები არიან კარგი პონტია ესე მოვიდა რა თქმა უნდა ძალიან იგრძნობა ძალიან ანდრო დაუბრუნდები პირველ თემას ან ყველა უნდა განთავისუფლდეს სასამართლოს გზით და არა ყაველაშვილის შეწყალების გზით ან არ უნდა განთავისუფლდეს არც ერთი გასაგებია რომ ციხის კარს თუ გაუღებენ ისინი იძულებულნი იქნებიან ვისაც განთავისუფლებენ გამოვიდნენ მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ უკლებრივ ყველა არის უდანაშაულო და არავინ მეორეზე მეტი უკეთესი არ არის ეს უნდა ვიცოდეთ და არავის ამ ბანდიტებიდან თავდებში ჩადგომა არავის არ სჭირდება როცა ვლაპარაკობ ყველას განთავისუფლებაზე გულისხმობ მათ შორის სვიადრატიანს მათ შორის მზიამაღლობელს და უკლებრივ ყველას პოლიტიკოსი პატიმრების გარდა თუ გნებავთ ასე ვიტყვი პოლიტიკოსი პატიმრების უნდა განთავისუფლდნენ დასაკვირველია მაგრამ ერთი წამი სხვა სეგმენტში გავიყვან ამ ჯგუფს 10 თუ 12 კაც მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით ეგრა მაგის პასუხი ნახვამდის